კანაში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და კიდევ 7 ქალაქში ამერიკის საბჭოები ფლექსი პროგრამის ტესტირებას იწყებს. ეს არის უნიკალური საშუალება მე-9-დან მე-11 კლასელებისთვის 1 წლით უფასოდ ისწავლონ შტატებში. სოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საგანმანათლებლო პროექტის შესახებ საუბრობენ სტუდიაში დილიდან სტუმრობენ პროექტის კოორდინატორი კრისტი მილორავა და პროექტის ერთ-ერთი მონაწილე მარიამ მეციტველიძე. მოგესალმებით, პირიქით მადლობა ერთგული მასპინძლობისთვის. კრისტი, უკვე 23 წელია ამ პროექტის ფარგლებში მიდიან ქართველი ახალგაზრდები ამერიკაში. როგორ ხდება დაფინანსება და რა არის ეს რაოდენობა, როგორ განისაზღვრება რამდენი მოსწავლე წავა შტატებში? ესე იგი, პროგრამა სრულად ფინანსდება ამერიკის მთავრობის მიერ, რომელიც უკვე 23 წელიწადია საქართველოდან 50-მდე მონაწილეს უშვებს სასწავლებლად ამერიკაში და წელს კიდევ უფრო კარგი ამბავია ის, რომ 50-ზე მეტი მონაწილე წავა, ანუ საგრძნობლად მეტი იქნება ქართველთათვის გამოყოფილი დაფინანსება და უფრო მეტი მოსწავლე მიიღებს ამ შესაძლებლობას. შესარჩევი კონკურსები საკმაოდ კომპლექსურია, მაგრამ პირველი ეტაპი ძალიან მარტივია და მე ზოგადად ვურჩევდი ყველას, ვისაც სურს ამერიკაში ისწავლოს, მიიღოს ამ კონკურსში მონაწილეობა, რადგან ძალიან მარტივია პირველი რაუნდის გადაღება. მარტივი ამას მარიამი გვეტყვის. ალბათ მარიამი დაგიდასტურებს წელს ჩამოვიდა ამერიკიდან, ანუ შარშანდელი გამარჯვებული ფლექსი პროგრამის. რამდენად რთულია თუ მარტივია პროექტში რო გახვიდეთ და წახვიდეთ პროექტში გასვლისთვის მეტად გავამადგა ის, რომ ვიყავი ის, ვინც მართლა ვარ. ანუ მთავარია მოვიდომო, არ არის აქ არანაირი ინგლისური ენის ცოდნის ბარიერი. მთავარია გამოავლინო შენი შესაძლებლობები, რისთვის გინდა ამერიკაში წასვლა და რა მიზანი გაქვს შენ. და ეს არ იყო არანაირად სტრესული ჩემთვის პირადად და იმედნობს არც. მოდი უფრო კონკრეტულადაც ვთქვათ ას ეტაპებად რო გავყოთ. პირველი ეტაპი როგორც გავეცანი, საკმაოდ მარტივია, 10 უმარტივეს პირობას უნდა აქვთ. რა არის ეს პირობები? ეს პირობები არის შემდეგი, უნდა იყოს აუცილებლად მე-9, მე-10 ან მე-11 კლასის მოსწავლე, დაბადებული 1999 წლის 1 იანვრიდან 2001 წლის 16 ივლისამდე. ანუ ამ პერიოდში ვინც არის დაბადებული, ყველა შეუძლია მონაწილეობის მიღება. ასევე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას, მაგრამ არ არის ინგლისურის მაღალი დონე მოთხოვნადი, მთავარია ინგლისურის სასწავლებლად მიდიან. ერთ-ერთი არის ეს, რომ გაიუმჯობესონ ენა, რა თქმა უნდა, მაგრამ ინგლისური არ არის. ანუ ასაკობრივად რაც მოეთხოვებათ ამასაც შეაბოთ რეალურად ამის მოთხოვნა იქნება. ხო, მე-9-დან მე-11 კლასელებს რა დონის ინგლისურის ენაც უნდა იცოდეთ, რა დონეზეც უნდა იცოდეთ. კი ბატონო, დამატებით ცოდნას არავინ არ თხოვს, რა თქმა უნდა, მაღალ დონეზე. სკოლაში რაც ისწავლება, ის დონე საკმარისია ამ პირველი რაუნდის გადასტალახად. კარგით, ეს არის პირველი რაუნდი, ეს არის ძალიან მარტივი და დარწმუნებული ზღვა შემოვა განცხადებების. აი მე როგორ ხდება მათი გაცხრილვა და მეორე ეტაპზე რა ხდება? ესე იგი, პირველ რაუნდთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა ცოტა სირთულესთან იყოს დაკავშირებული მოსწავლეებისთვის, არის შემდეგი, რომ აქვთ 16 შეკითხვა და 15 წუთი, რომ ამ 16 შეკითხვას გასცენ პასუხი. ანუ ცოტა ხანდახან მობილიზაცია რთულია იმ ცოდნის, რომელიც აქვს მოსწავლეს და შესაბამისად ამ 15 წუთში ცოტა უჭირთ ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ამიტომ ჩვენი ზოგადი რეკომენდაცია არის შემდეგი, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დრო და თუ ვერასწრებენ, სავარაუდო პასუხები მაინც გასცენ იმ შეკითხვებს, რომელიც დარჩენილი იქნება ბოლოსკენ. ეს არის პირველი ეტაპი. ამ პირველ ეტაპს რო გადალახავენ, მეორე ეტაპი არის უკვე თემის წერა, ეს რასაც ეძახიან, რომელიც იქნება ინგლისურად 3 შეკითხვაა და ეს შეკითხვა არ არის ისტორიული ან რაღაცა მოვლენასთან დაკავშირებული, არის მათი პირადი ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ და უნდა გააფიქსირონ თავიანთი აზრი ამ შეკითხვებში, გადმოსცენ, აქ არ ექცევა ლექსიკას ან გრამატიკას ყურადღება, მათი აზრია მთავარი და მნიშვნელოვანი. არა, ტოიფელი არ არის ნამდვილად. და ბოლო ეტაპი რა არის? და მესამე ეტაპი ცოტა უფრო კომპლექსურია, უფრო ბევრ დეტალს მოიცავს. რა თქმა უნდა, იწყება განსაუბრებით, ჯგუფური სავარჯიშოთი, აპლიკაცია უნდა შეავსონ რეკომენდაციებით. იქ ასევე ექნებათ კიდევ ერთხელ ეს წერა, სადაც ასევე დააფიქსირებენ თავიანთ აზრებს. ასევე აქვთ ინგლისურის ტესტი, მაგრამ ეს ინგლისურის ტესტი არ გამოიყენება მათ შესაფასებლად, ანუ რამდენად კარგად ფლობენ ინგლისურს. ეს ინგლისურის ტესტი გამოიყენება სკოლაში მათი შემდგომი განთავსებისათვის, რადგან სკოლები ითხოვენ ამ ქულებს, რომელიც საფუძველზე შემდეგ მოხდებიან ისინი სკოლაში. რა არის შემდეგი ეტაპი? როგორ თქვენ რამდენად იყავით ჩართული იმაში, რომ თქვა შეგერჩიათ ვისთან იცხოვრებთ, თან სად ისწავლეთ ამერიკაში?
ჩვენ როგორც სტუდენტები არ ვირჩევთ სად ვიცხოვრებთ და ის რომელ შტატში წავალთ ან სად ვისწავლეთ, მაგრამ ამას აკეთებენ განმასახლებელი ორგანიზაციები თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლებიც საკმაოდ გამოცდილები არიან და ჩემი გამოცდილებიდან მე როდესაც აეროპორტიდან გამოვედი და ჩემი ლარკინსების ოჯახი დაინახე, მივხვდი რომ ეს წელი უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული და მართლაც საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. ოჯახების შერჩევისას ითვალისწინებენ რა თქმა უნდა აპლიკაციაში მითითებულ ინფორმაციას და მაქსიმალურად ხდება თანხმედრა იმ ინფორმაციის, რომელსაც ბავშვი გადმოსცემს და ოჯახის ინტერესების და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ხდებიან სადა ჰაისკულში თუ ხდებიან ჰაისკულში, ანუ უმაღლეს სკოლას რასაც ეძახიან, ხო, კარგად. ერთი წელი სიტყვის წავიდა მე-9 კლასელი, ხო? ერთი წელი ჩამოვიდა აქ სკოლაში შეუძლებლად აგრძელებს თუ ეს სკოლაში შეუძლებლად აგრძელებს, როგორც წესი, შემდგომ კლასში დაჯენა არ ხდება, ანუ ხდება მისი ნიშნების, საგნების და დონის განსაზღვრა და შესაძლოა შეიძლება სულ 2 კლასის შემდეგ დასვა, შესაძლოა უკან დააბრუნა. ეს დამოკიდებულია სკოლაზე და მათ მიერ მოთხოვნილ საგნებზე და კრედიტებზე. აი ერთი წლის შედეგების ინტეგრირება ჩვეულებრივ კი, უმეტესწილად ეს რა თქმა უნდა განათლების სამინისტროს და აკრედიტაციის ცენტრის პასუხისმგებლობაა და უმეტესწილად ყველა ბავშვი, ვინც ჩამოდის, ყველა ახდენს თავიანთი ცოდნის იქ მიღებული საგნების საფუძველზე აკრედიტაციას და სულ ყველა ირიცხება სკოლაში. ეს კერძოდ დირექტორის და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაა, თუმცა ჩვენ არ გვქონია შემთხვევა, როცა ამის გამო ვინმეს რაიმე პრობლემა შექმნია, პირიქით ძალიან უწყობენ ხელს. მარია, მოანდო მე ხო ბავშვებში. მოხევი ის ერთი წელი როგორ იცხოვ? ეს ერთი წელი ნამდვილად იყო საუკეთესო, როგორც უკვე ერთხელ თქვი, იმიტომ რომ ამერიკაში მომეცა შანსი გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც იყო ჩემთვის განსხვავებული. მაგალითად, რაც ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, მივიღე მონაწილეობა მიუზიკლში და მღეროდი სცენაზე გამოვედი 4 საათის განმავლობაში ერთად მუშაობდით, რომ ეს დაგვედგა ყველაფერი. შეგიძლიათ აირჩიოთ განსხვავებული კლასები, ჩაერთოთ სხვადასხვა აქტივობებში, არის სპორტი, მე პირადად ეს დრამა ავირჩიე. რაც შეეხება თვითონ კლასებს, ჩემი გამოცდილებიდან ლიდერშიპი იყო უნიკალური კლასი, იმიტომ რომ გვასწავლიდნენ რას ნიშნავს დაგეგმო პროექტი, ჩაატარო სპეციალური რაღაც საქველმოქმედო აქცია და ამით დაეხმარო შენს სკოლას, შენს უნივერსიტეტს ან უბრალოდ რეგიონს, სადაც ცხოვრობ და რა თქმა უნდა ამას აკეთებ შენს მეგობრებთან ერთად. გამორჩეული რატომაც არის ეს გამოცდილება არის შემდეგი, რომ იქ ბავშვები იღებენ იმ გამოცდილებაში ჩართვის შესაძლებლობას, რომელიც საქართველოში არ აქვს და ზუსტად ის გამოცდილება შემდეგ ეხმარება საქართველოში. აი აქ ფოტოში ვაჩვენეთ მარიამის ფოტო იყო, სენატორთან ერთად გადაღებული, კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა და მოკლედ ისეთი გამორჩეული გამოცდილება ამ ერთი წლის მანძილზე, რომ ვერ შეედრება ალბათ საქართველოს შენც რო ვალდებულებაც აქვს. დიახ, ხა ვალდებული ხარ და ამის კოპირება თუ რაც ქვია ინტეგრირება მოახდინო შენს სოციუმში. აი, კრისტი მახსენა აუჩთან შეხვედრა და ზუსტად სენატორ ფენკარტინ შეხვდით, რომელიც არის ძალიან დიდი გულშემატკივარი ფლექსის პროგრამის და მან ჩვენ ანუ ამ კავკასიის ქვეყნების ბავშვებს და ასევე აღმოსავლეთ ევროპის ბავშვებს გვიწოდა კულტურული ელჩები, რომლებმაც კულტურა უნდა გავავრცელოთ ჩვენი ქვეყნის იქ და მათი სტილი აქეთ. ასეთ ბავშვების რაოდენობა იმატებს წლიდან წლამდე, რაც ძალიან გვახარებს, ახალი ეტაპი იწყება და ყველა რეგიონში, ძალიან ბევრ რეგიონში საქართველოს მოხდება ეს ტესტირება და ბევრს ექნება კიდევ შანსი, რომ თავის ბედი მოსინჯოს. დაგემშვიდობებით, მადლობა იმისთვის, რომ იყავით დღეს ჩვენგან. წარმატებები, ყველა მის მონაწილეობას.